დილამშვიდობის ეძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 11 მარტია, ოთხშაბათი, ეთერში ერთსულოვნების დილა. გეგინემსი წერძესთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ. დილამშვიდობისა, მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. შევეცდებით საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ. ვიდრე გაგაცნობდეთ გადაცემის ანონსს, ვნახოთ პირველ რიგში საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვის იხსენიებს დღეს 11 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 11 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა პორფირის, ღაზელ მთავარეპისკოპოსს, წმინდა მოწამეებს ანატოლიას, ფოტოს, ფოტიდას, პარასკევას, კირიაკიას, დომნინას და სებასტიანეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. Ილცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენ გადაცემის ანონსს. პირველი სტუმარი ტრადიციულად მოძღვარი იქნება, შემოგვირთდება ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ უფლისადმი მსახურების შესახებ. გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენების შესახებ, რა უნდა გავითვალისწინოთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღებელ თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ქავტონი მაია გოთუა. ჩვენი გადამღები ჯგუფი საქველმოქმედო ორგანიზაცია თხილის გულს სტუმრობს. ნინო გელაშვილი ჩაგვერთვება და მოგვიყვება თუ როგორ შეიძლება ჩაერთონ დაინტერესებულები საქველმოქმედო პროექტში. ნინო გადაცემის მსვლელობისას ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში იმართება პროფესორების ნანა ხუბუტიასა და გიორგი ტოროშელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი. თემზე სასაუბროდ შემოგვერთდებიან ფესტივალის დამფუძნებელი მევიოლინე ქავტონი მაია ჯანჯღავა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვიცე-რექტორი ქავტონი ნუცა კასრაძე. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი და ამინდის პროგნოზის შემდეგ დავუბრუნდებით სტუდიაში მოძღვართან ერთად. დავბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. დილამშვიდობისა მამა დავით. დილამშვიდობის შეგვეციოს ღმერთი. გაიხარეთ, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. უფლისადმი მსახურების შესახებ უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენს გადაცემაში.
გვახსოვს უფლის სიტყვები, უღელი ჩემი ტკბილარს და ტვირთი ჩემი მსუბუქარს. როგორ შეიძლება რომ ეს სიტყვები გავიგოთ და განვმარტოთ? რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს ეს თავისუფალინება და ამ თავისუფალინებით თვითონვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ აირჩიოს სიცოცხლე, აირჩიოს სიყვარული, მეგობრობა, ღმერთს თუ ავირჩევთ, ყველაფერი კარგი უკვე ღმერთთან ამ ერთობაში და თანაზიარებაში არის და ვიცით რომ აი იქიდან მოყოლებული რაც დავკარგეთ პირველი კავშირი, დაფიქსირდა კავშირის დარღვევა ღმერთთან, აირია ძალიან ბევრი რამ ჩვენში, ჩვენი ბუნება გახდა დაცემული, მოკვდავები, გავზარმაცდით, ამპარტავანი გავხდით, აქედან გამომდინარე ცოტა გართულდა უკვე უფალთან ერთობა, ურთიერთობა და ეს ბოროტის სულით ჩვენში ჩაბუდებულიც და რომელიც რეალურად არსებობს. ძალიან ხშირად ჩვენ ისე რაღაცნაირად გვეუბნება და ისე რაღაცნაირად გვაჩვენებს, რომ თითქოს ეს ყველაფერი ძალიან რთულია და შეუძლებელია, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ და აქედან გამომდინარე უფლის ეს სიტყვები აქარწყლებს ამ ყველაფერს და ამბობს, რომ უღელი ჩემი ტკბილარს და ტვირთი ჩემი მსუბუქარს. ადამიანს აქვს ორი არჩევანი, ორი გზა, ყოველთვის სიკეთის, ბოროტების, ღმერთის და არაღმერთის და ასე შემდეგ და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი გარკვეულ დისკომფორტში და ღვაწლში არის. ახლა თუ შენ აირჩევ საკუთარი თავის უარყოფის გზას და ქრისტეს შედგომილობას, ეს რა თქმა უნდა მთელი შენი არჩევანია და მთელი შენი ღვაწლი არის, მთელი შენი ცხოვრების. რა თქმა უნდა ღვაწლია, მაგრამ ღვაწლთან ერთად არის ეს სიტყვება, რაც უფალი საუბრობს, არის სულიერი მსუბუქე და თუ შენ გააკეთებ იმას, რაც შენ გინდა და რაც არ არის უფლისნება, კი, ამ შემთხვევაში შეიძლება შენ გეგონოს, რომ მოგებულ სიტუაციაში და მდგომარეობაში იქნები, მაგრამ ეს ყველაფერი თანეთანობით ჩაგძირავს და ამის გამოცდილება ალბათ ყოველდღიურად გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს. და ეს არ არის ის რაც ჩვენია ღმერთიდან ვართ შექმნილები, ღმერთის ხატება და მსგავსება არის ჩადებული თითოეულ ჩვენთაგანში და ბედნიერება და სიხარული და მშვიდობა და სიყვარული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ჩვენში, უნებრივად თუ ღმერთთან თანაზიარებაში ვიქნებით და მასთან მსახურებაში ვიქნებით. Ну, ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა რაც არის ღმერთისადმი მსახურების შესახებ, ეს არის რომ გარკვეული თავისი ძულება გვიწევს საკუთარ თავზე და ეს არის ჩვენი ვალდებულებაც გადარჩენასთან დაკავშირებული, რომ თუ გვინდა რომ უფალთან ერთობაში ვიყოთ, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რასაც დედა ეკლესია გვეუბნება. ერთადერთი ესე იგი დამაკავშირებელი ჩვენ ღმერთთან ეს არის დედა ეკლესია და ის მსახურებები, ის დადგენილი საიდუმლოებები, რომელიც თავად ქრისტე მაცხოვრის მიერ არის დაწესებული, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავაკეთოთ და ეს რომ ესე იგი ჯერ კიდევ ძველახმაში იყო აუცილებელი, ერთ-ერთ მცნებაშიც გაჟღერდა 6 დღე იმოქმედე, მენ ყოველივე საქმე შენი მაშინა, ხოლო დღე იგი მე-7 არს უფლისა ღვთისა შენისა. ხომ გასაგებია რომ ის მუშაობ და ის ოჯახისადმი მზრუნველობა შენ იგივე ღვთისმსახურებაში გეთვლება, მაგრამ ეს კონკრეტული რაღაც ღვთისმსახურების სივრცე აუცილებლად უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში. თორემ ასე ახლა ებრაელები ვიცით რომ ღმერთის ამდათ და ეგვიპტის მონობაში იყვნენ, მაგრამ აი უფალი ეცხადება მოსაწინას 18 ყოველს და უნება რომ აი გამოიყვანე ჩემი ერი ეგვიპტის მონოპიდან რომ მე მემსახურო. აი ეს გარკვეული რაღაც შენი ქვეყანა უნდა კონდეს, შენი სივრცე უნდა კონდეს, ეს ქვეყანა და სივრცე არის რა თქმა უნდა ჩვენი მოცლილობა, ჩვენი ქონება, ჩვენი გული, რომელშიც უნდა მოვახერხოთ ჩვენ ღვთისმსახურების აღსრულება და აი საიდუმლოებები ვახსენეთ ჩვენ და 7 საიდუმლო არის ეკლესიაში და რა თქმა უნდა გამოვარჩიოთ აღსარებისა და სინანული ზიარების საიდუმლო, რომლებიც უფლის მიერ არის დაწესებული და ბუნებრივია ხა როცა ადამიანს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა არ აქვს რომ გადაადგილება უჭირს, აუცილებელია მას აქვს ამის აუცილებლობა და მცნება რომ ის მივიდეს ტაძარში და ხშირად ჩააბაროს აღსარება და ხშირად ეზიაროს, რაც რა თქმა უნდა ღვთისმსახურების თქვათ აი ფორმატის გარეშე ვერ იქნება. ნუ აღსარების ჩააბარება ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება, მაგრამ ესეც რა თქმა უნდა ღვთისმსახურება არის, რაც შეეხება ზიარებას
აქ ჩვენ აუცილებლად მართებს წირვის მსახურებაში ჩართულობა, მარტო ეხლა მიხვიდე და პირი გააღო და მასე არა, ესე არ არის. და ეს ყველაფერი ბუნებრივია ჩვენ რაც ჩამოთვალეთ, სახში ლოცვა იქნება, ეს მარხვა იქნება, მიტევება, სიმშვიდე, მოთმინება თუ ძალიან დიდი სპექტრი არის ამ ქრისტიანული სათნოებების ჩამონათვალის. ძალიან ხშირად ხდება ისე რომ ჩვენ გონია რომ ყველაფერს ვაკეთებთ, ყველაფერს ვიმარხავთ და ელემენტარული ეს ახალი აღთქმის ასე ვთქვათ ინდიკატორები, მოდი ასე ვთქვათ, გვამხელენ ჩვენ. აი ერთ-ერთი ესეთი მამხილებელი სიტყვა არის რომ ვისაც გონია თქვენ შორის რომ არის ღვთისმსახურიო, იაკობ მოციქული ბრძანებს და არა აღვირასხმინდეს ენასათვისა, ამისი მსახურებაი ამაუარსო. ხო, ესე იგი შეიძლება 3 საათიან წირვას დაესწრო, სახშიც ამდენიმე ხნის განმავლობაში ილოცო, სახარებაც აღმოიკითხო, მაგრამ აი როდესაც გები უკვე გამოწვევის წინაშე, მოდი ესე ვთქვათ, შენ აუცილებლად უნდა ტაქტიანად, სიყვარულით, რბილად უნდა უთხრა ადამიანს თქმელი და ეს ქრისტიანული სიყვარული უნდა წარმოაჩინო შენს სიტყვაში. სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორც უფალი გვეუბნება, სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო. და რა აზრი ექნება ჩვენს ღვთისმსახურებას თუ სიყვარული არ გვექნება მოყვასის მიმართ. ერთგვარი გამსაზღვრელი ჩვენი ღვთისმსახურების არის მოყვასის სიყვარული, მოყვასთან ურთიერთობა. როგორც პეტრე მოციქული ბრძანებს, ღვთისმსახურების მიზანი არის მოყვასისა და ღვთის სიყვარულში ამაღლება. და აი ამით უნდა ესე იგი ვამხილოთ ჩვენი თავები. ვართ ქრისტიანები, ვართ ღვთისმსახურები, ვამბობთ აღსარებას, ვეზიარებით, მაშინ აბა გიყვარს ყველა ადამიანი. თუ კი ერთი ადამიანი მაინც გძულს, აი გულში გრძნობთ რაღაც სიძულვას, ხო? ამისი აღმოჩენა არ არის რთული. თუ კი მოვინდომებთ, მაშინ ესე იგი ჯერ ჩვენ არ ვართ იმ სულიერ სიმაღლეზე დადგენილი. ასევე ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ხარისხს ღვთისმსახურების. ძალიან ხშირად ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ გულიანი მსახურება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჯერ გონებით უნდა ვიყოთ ძალიან დიდ მყუდროებაში და მოწესრიგებულობაში, ჩვენი გონება უნდა ჩავკეტოთ უფლის საზღვრებში, ხო, როდესაც გვესმის ღვთისმსახურების სიტყვები, იქნება ეს სახლში თუ იქნება ეს თქმა უნდა ტაძარში, უნდა ვეცადოთ რომ აი ამ საზღვრებიდან არ გავიდეთ. როგორც კი, ისე იგი გახვალ საზღვრებიდან გაგეფანტება გონება, მე უკვე გულიან მსახურებაზე საუბარი ზედმეტი არის. მოკრძალებული და მყუდრო გონება უკვე განაპირობებს გულიან მსახურებას. და დღეს ისე როგორც არასდროს ძალიან ბევრი რამ გვიფანტავს გონებას, აბსოლუტურად ყველაფერი ამდენი ფერადოვანობა არასდროს არ ყოფილა, რაც დღეს არის სამყაროში. ერთის ფულად მომდა კარგია ეს განათებული რომ არის ყველაფერი და ამდენი რეკლამები და ასე შემდეგ და ეს ვირტუალური სამყარო და ერთი თაობის იმიდან ტექნიკიდან მეორე თაობაზე გადავდივართ. მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოოდ თუ ადამიანმა არ აკონტროლა, ისე მას გაუჭირდება. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ ეს ბავშვებიც მოდიან ტაძარში ჩვენც და უცებ ელემენტარულად ისეთ ბანალურ შეცდომას უშვებთ. რომ უკვე დგება მართლა ისეთი შეკითხვა ისმება რომ ვარ თუ არა რეალურად დავიწყეთ თუ არა საერთოდ ქრისტიანობა. ქრისტიანები საბოლოოდ მაინც ალბათ ჯერ არ ვართ, როცა გავხდებით კიდევაც უფალი წაგვიყვანს იმ მოზეიმე ეკლესიაში. და აი ამ ყველაფერს ნამდვილად უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რომ გულიანად, სულით და გულით ვიყოთ ჩართულები მსახურებაში და რომ მრავლის მეტყოლება არ არის მნიშვნელოვანი, ხო, მაგერ ფარისეველი სხვადასხვა სიტყვებს ამბობდა, იქ კარგიც თქვა, რომ მადლობა ღმერთო, მაგრამ აი მრავალ მეტყოლებაში მან მოყვასი განიკითხა, მან საკუთარი თავი შეაქო, მთავარი არის ეს გულიანი მსახურება. ღმერთო მილხინე ცოდვილს ამას, უფალო იესო ქრისტე შემიწყალემე და ეს კვერექსების შემდეგ გალობლები გალობენ, უფალო შეგვიწყალენ, ხო? ორსიტყვიანი ლოცვა არის, მაგრამ თუ შენ მართლა გულით ითხოვ შეწყალებას, უფალი დაგეხმარება და
ჩაგეთვლება ეს შენი აღსრულებული ღვთისმსახურება ღვთისმსახურებაში. მამდავით, შეიძლება ტაძარშიც დავდიოდეთ, გარგნული იერსახით ვიყოთ ქრისტიანები, სიკეთესაც აღვასრულებდეთ და ზოგ შემთხვევაში შეიძლება ამ სიკეთის კეთებით უფრო საკუთარ ეგოს იკმაყოფილებდეს ადამიანი, ვიდრე ვთქვათ რეალურად განიცდიდეს იმას, რაც მოაქვს სიკეთის აღსრულებას და კეთებას. როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ის ნამდვილად ღვთისმსახურებაში იმყოფება? აი რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, ესე იგი მოყვას ის სიყვარული, გული რომ გითფება უფლის მიმართ, მას ემორჩილები შეგიძლია ათმო ყველაფერი აბსოლუტურად ქრისტესთვის და თუ შენ რაღაცას ვერთმობ, ესე იგი უნდა მიხვდე იმას, რომ ჯერჯერობით საკმაოდ შორს ხარ ჯეროვანი ღვთისმსახურებისგან. ძალიან ხშირად არის ისე, რომ ადამიანი თulis რომ ღვთისმსახურია, მაგრამ რაღაცის დატოვება არ შეუძლია და აი ეს ყველაფერი არის ნამდვილი ერთგვარი ინდიკატორები ჩვენში, ამის აღმოსაჩენა თუ არ თუ არა ჯეროვან ღვთისმსახურებაში. სულ თავისი იძულება არ უნდა გჭირდებოდეს, მოდი ესე ვთქვათ, რა გასაგებია რომ ის თავიდან ცოტა გვიჭირს ღვთისმსახურება ძირითადად ადრე დილით არის ხან ღამის თევით არის და გარკვეულ 8 წელზე გადის ეს ყველაფერი და აი პირველ ეტაპზე დააძალე შენ თავს ადექი წახვედი ხომ მიხვედი ტაძარში იქაც შეიძლება რაღაცა გაგიჭირდა შესულიყავი რომ ეხლა უნდა გაითიშო ამ წუთის სოფლისგან და ღმერთს უნდა შეეყო მაგრამ აი რაღაცა ერთ სიხარულს მაინც თუ ვერ გზნობ და შენი გული არ ესე იგი ეთანადება იმ ყოველივეს რაც ეკლესიაში არის მაშინ განსაკუთრებული რაღაცა შინაგანი ლოცვა გმართებს ისევ და ისევ ღვთის წინაშე რომ ღმერთმა დაგანახოს ეს ყველაფერი შეგაყვაროს ღვთისმსახურება. პავლე მოციქული ამბობს რომ აი ეს მადლი თუ კი არის რომელიმე თქვენთაგანისთვის დაფარულიო ეს ღმერთის ბრალი არ არის ხომ თავისთავად მადლი არის ღვთისმსახურებაში და თუ შენ ამას ვერ გძნობ შენში არის პრობლემა და ეს ჯაჭურად რაც არის ეს ათნობები მოცემული ახალათმოში ეს ყველაფერი ჩვენ უნდა მივიღოთ და დავიწყოთ ამ ყველაფრის თანდათანობით შესრულება რომ პირდაპირ ახლა მიხვიდე და გული გაგეხსნას ეს ესე მარტივი არ არის ჯერ გულში უნდა ჩავიდეთ როგორც თქვით გონების გაწმენდი და წირვაზე ყველანი უნდა მივიდეთ გარკვეული მომზადებით. აი წმინდა მამების ცხოვრებაში არის ესეთი ეპიზოდი, როდესაც ისინი მიდიან ღვთისმსახურებაზე, მანამდე ისინი არ საუბრობენ, თუნდაც იმ სულიერ თემებზე და ენის დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ერთ-ერთი ასპექტი ეს არის, ხო, აი წუხრის მსახურება, როდესაც აღესრულება, ფსალმუნიდან არის იქ ეპიზოდი მოყვანილი. დასდე უფალო საცოი პირსა ჩემსა და კარიცნელი ბაგეთა ჩემთა ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა და ასევე უნდა ვიცოდეთ ისიც რომ ესე მარტივი არ არის ყველაფრის შესრულება ჩვენ ყველას გვინდა რომ ღმერთთან კონტაქტზე ვიყოთ მასთან კავშირზე ვიყოთ მას ჯეროვნად ვემსახუროთ მაგრამ ეს ხდება ძალიან ნელი ტემპით აი წვეთობით თავარია მონდომება და თანდათანობით ყველას გაგვეხსნება გული. შეიძლება მრავალი წელი დავჭირდეს ამისთვის, მაგრამ მოთმინებაში ვიყოთ, დაველოდოთ ღმერთის დახმარებას და ღმერთის გულმოწყალებას. სახარებაში არის ეპიზოდები, რომ ადამიანი 38 წლის განმავლობაში ელოდებოდა ღვთის გულმოწყალებას და დადგა ნანატრიჟამი უფალმა ის განკურნა. და ჩვენი კურნება იქნება და შესრულდება მაშინ, როცა ჩვენ ვისწავლით უკვე გულიან მსახურებას უფლისადმი. ეს როგორც 50 ფსალმოში არის მოცემული, ხო? თავდაპირველად მოდი შემოსრულება და თავდაბლობა და სინანული მოვიხვეჭოთ და აი ამის შემდგომ უკვე იერუსალიმის ყუდეები აღდგება, რაც არის უკვე ჩვენი შინაგანი კავშირების აღდგენა და პირდაპირ ურთიერთობა ღმერთთან. აი ამ ყველაფერს რასაც ახლა ჩვენ ვამბობთ და რაზეც საუბრობთ შესაძლოა რომ ერთი დღის განმავლობაში ჩვენ ამას მივაღწიოთ და კიდევაც დავკარგოთ აი ეს გოლგოთისა და აღდგომის გზა და აღდგომა ჩვენში ყოველდღიურად შეიძლება მოხდეს და შეიძლება დილიდანვე ძალიან კარგად დავიწყო დღე გულშემოსრულებით, ღვთისმსახურებით, ამსარებლობით, მაზიარებლობით, აი ყველაფერი რაც არის ჩამონათვალი, მაგრამ საღამოს ისეთი რამ გავაკეთო რომ ეს მთელი მადლი
დავკარგო ძირითადად ეს არის ხომ შეცდომები ადამიანებთან, შეცდომები ღმერთთან მიმართებაში და ასევე საკუთარ თავთან მიმართებაში და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ძალიან დიდი ღვაწლი არის მადლის მოხვეჭა და ასევე არანაკლები ღვაწლი არის აი მადლის შენარჩუნება. სწორედ მადლის შენარჩუნებას ვერ ახერხებენ ადამი და ევა და ისინი ტოვებენ უფლის წიაღს. თქმა უნდა ეს ჩვენ ვართ ადამი და ევა, ჩვენც იგივე მოცემულობისანი ვართ და მით უმეტეს დღევანდელ ცხოვრებაში როცა ამდენი საცდური არის, ამდენი გამოწვევა არის, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მყუდრო გონება უნდა გქონდეს, რომ ეს მადლი არ დავკარგოთ, ყოველდღურად მოდის მადლი და თავარია ჩვენ შევინარჩუნოთ. დიახ. მამა დავით, აი უფლისადმი მსახურებაში, ჩვენი მორწმუნეების ყოველდღიურ ცხოვრებაში რა მნიშვნელობა და განსაკუთრებული როლი აქვს სასულიერო პირს, სულიერ მოძღვრის არა მხოლოდ საწყის ეტაპზე, პირველი ნაბიჯებისას არის ალბათ ხომ დახმარება საჭირო, ეს გრძელდება და უნდა გაგრძელდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. პირველ რიგში დამეთანხმებით ყველანი იმაში, რომ მისაბაძი არის სასულიერო პირი, მისი ქმედებები, მისი გარეგნობაც კი ხშირად მიმზიდველი ხდება და მისაბაძი ხდება ჩვენთვის. რა თქმა უნდა ძალიან დიდი როლი არის სასულიერო პირის იმაში, რომ ჩვენ ჩავერთოთ ღვთისმსახურებაში. თავისთავად ღვთისმსახურება მარტო ის არ არის, რომ თქვა აი ტაძარში ძალიან ბევრი ადამიანი შედის, პირადად ისინი ლოცულობენ, სანთელს ანთებენ, მაგრამ აუცილებელი არის ეს ერთობლივი მსახურება, წივლის მსახურება, სადაც რა თქმა უნდა წინამძღოლა ჩვენ სასულიერო პირი წარმოგვიდგება და როგორც მოსე იყო წინამძღოლი ებრაელიერის, როდესაც ესენი ეგვიპტის მონობიდან გამოიყვანა და აღთქმული ქვეყნისკენ მიყავდა, ასევე სასულიერო პირიც არის ჩვენი წინამძღოლი, რომ ცათა სასულფეველამდე მიგვიყვანოს, ქრისტემდე მიგვიყვანოს, ერთგვარი ხელის მომკიდი არის ჩვენი, როდესაც ჩვენ გვეზარება, ვიჩიხებით, წუთის სოფელში, ღვთისმსავალ გზაზე, აი ამ დროს სასულიერო პირი გვეხმარება ჩვენ და უნდა დაგვეხმაროს ხომ როგორც იყო ქრისტეს და მოციქულების ურთიერთობა, ეს იქნება თქმა უნდა საუკეთესო გადმოტანა თანამედროვე ცხოვრებაში, რომ აი ესეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს ჩვენსა და მრევლს შორის, ერთსა და ბერს შორის, სრული თანაზიარება, სრული სიყვარული. ასევე აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ხშირად ჩვენი ამპარტავნობის გამო ვერ მიყვებით ღვთისმსახურებას, ხო? აი უფალი გვეუბნება ეს გააკეთე, ეს გააკეთე, ეს გააკეთე და ამის შედეგად იქნება შენ ღვთისმსახური და აი რაღაც ის თუნდაც ღმერთი რო გვეუბნება ვერ ღებულობ, ხო? ღმერთია და უნდა გვითხრა საბა როგორ, ხო? მაგრამ ვერ ვაკეთებთ და გვავიწყდება ის, რომ თავდაპირველად თავად ღმერთი მოგვემსახურა ჩვენ ღმერთია და ჩვენ იქეთ უნდა ვემსახურებოდეთ მას, მაგრამ ქრისტე ჩვენ მოგვემსახურა და ყველაზე ისეთი მძაფრი და მკაფიო გამოვლინება მისი სიყვარულის და მსახურების იყო ის, როცა ჩვენ მან ფეხები დაუგბანა იუდა მოციქულსაც კი ამ მომავალში გამცემს და ეს კულმინაცია იყო უკვე რაც უფალმა გააკეთა მისი სიყვარულის გამოვლინება ჯვარზე გააკვრა საკუთარი თავის გაწირვა თითოეული ჩვენთაგანისთვის და აი ამის შემდგომ უფალმა გითხრა რომ მემსახურეთ მე რომ ჩემთან იყოთ სადაც მე ვიქნები ჩემი მსახურიც იქ იქნება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უფალთან ერთობისთვის ერთობა ღმერთთან ვერ იქნება თუ მის და მსახურება არ გვექნება გასაგებია რომ შენ შეგიძლია მოწყალება გააკეთო ბევრი კეთილის საქმე გააკეთო მაგრამ ეს ყველაფერი ღვთისმსახურება მაგრამ აი ამ ყველაფერს კრებს და აერთიანებს ლოცვითი ღვთისმსახურება ღმერთთან აი სახარებაში არის 10 ქალწულის იგავი კიდევ სხვადასხვა ეპიზოდები სადაც ნათლად წარმოჩნდება ის რომ ღმერთთან პიროვნული კავშირის გარეშე ყველანაირი ღვაწლი იკარგება რომელი არ შეკრებს შემთან იგი განაბნევს და როგორც ბრძანებს პეტრე მოციქული არც აღარ სახელი სხვა იცას ქვეშ შემოცემული რომლითაც ჯერ იყო ცხოვრება ჩვენი ეს არის იესო ქრისტეს სახელი მისი წმინდა საიდუმლოებები და პიროვნული კავშირის დამყარება მხოლოდ და მხოლოდ აი ყველაზე მეტად ამათ მიერ შეიძლება და ეს ყველამ უნდა გავაკეთოთ ზიარების გარეშე სიცოცხლე
არ არსებობს, გასაგებია მიზეზები, ეს მიზეზები ადამიანურია, მაგრამ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს მიზეზები დავარღვიოთ. და როგორც სახარებაში არის ერთ-ერთი მოციქული მარკოს მახარებელი, რომელიც შეიპყრეს ქრისტეს შენ პრობლემა, მან ეს მოიძარცვა შესამოსელი და შიშველი ილტოდავა, რომ შიშველსაც რომ მოგიწიოს გაქცევა ღვთისმსახურებამდე, უნდა წახვიდე, ყველაფერი უნდა დატოვო. დგება მომენტი, როცა შენ ყველაფერი უნდა დატოვო. თუნდაც ის ოჯახი, ხომ? ახლა შენ გონია რომ ოჯახს ემსახურები, როცა წერვის დრო არის, არა, იმ ოჯახსაც ვერ მოემსახურები. რაღაცა საკუთარ ნაჭუს იქნი, თავს იმართლებ. ბოროტ ისეთ მიზეზებს და ისეთ ნიღაბს გაიკეთებს, რომ შენ ჩიხში შეგიყვანოს. გეგონება რომ კარგს აკეთებ და ამ დროს კარგს არ აკეთებ, შენ აკლდები ღვთისმსახურებას, შენ აკლდები ღმერთს. მიწიერებაში რომ გინდა რომ შენს ახლობლებთან იყო და ოჯახთან იყო, ხომ გინდა რომ ეს მერეც გაგრძელდეს მარადისობაში და მარადისობაში გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიქნებით ღვთისმსახურებაში ჩართულები და თუ კი ჩვენ მწყონდები, ჩვენს გარშემო ათასობით ადამიანი მწყონდება და გადარჩება მათ შორის ჩვენი ოჯახის წევრები. ასე რომ თუ გინდა ოჯახის გადავარჩინოთ, აუცილებლად ღმერთამდე უნდა მივიდეთ, ხომ? აი მსგავსად თესლისა და მარცვალისა, რომელიც მიწაში ჩავარდება, მიწაში თუ ჩავარდები ჩვენ, ანუ თავს გავწირავთ ღვთისმსახურებისთვის, ჩვენ აღმოვცენდებით და გამოვიღებთ ახალ სიცოცხლეს, მაგრამ თუ გზაზე დაგდებული მარცვალებით ვიქნები, მაშინ ვიღაცა გაგვსრეს, ვიღაცა მან ფრინველი მოვა და მარტივად მოგვერევა. მარტივად ღვთისმსახურება არა მხოლოდ ტაძარში მისვლით გამოიხატება, არამედ ჩვენ ყოველდღიურ ოფაში, ქმედებაში ეს იქნება ოჯახი, სამსახური თუ საზოგადოების სხვა თავშეყრის ადგილი, გულისხმობ იმას, რომ ღვთისმსახურება ასევე ის, როდესაც შეიძლება ვიღაცის მიმართ იმ წუთას რაც გარკვეული გაზიანება შეიძლება გამოიწვიოს მისმა ქმედებამ, ან სიტყვიერმა დამოკიდებულებამ, ურთიერთობამ, წარმოთქვამ ამა თუ ის სიტყვის, მაგრამ არის სწორედ მსახურება ის, რომ შეიკავო თავი იმ წუთას განრისხებით არ მიმართო. ძნელია, რა თქმა უნდა, რაღაც შემთხვევებში შეიძლება თავის შეკავება, მაგრამ სწორედ ამას მოგვიწოდებს ჩვენი უფალი, ხომ, რომ ვიყოთ დამთმობები, ვიყოთ მოწყალენი და შესაბამისად ეს შემდგომ აისახება ჩვენს ცხოვრებაზეც, არა მხოლოდ იმისათვის ზრუნავთ იმ წუთას, რომ ჩვენი სული გადავარჩინოთ, არამედ იმ ადამიანისაც, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ქმედებით შეიძლება მათთვის ვიყოთ მასწავლებლები ერთგვარი, ხომ, და აქედან გამომდინარე მასაც დავაფიქროთ ისიც და აი რატომ მოხდა, ასე ვთქვათ, რატომ არ მოიმოქმედა ის ქმედება, რასაც ის მოელოდა, ვთქვათ, ამ ყველაფრისგან. შეიძლება ერთ დღესაც პირიქით მოიქცეს და ტაძარში მისვლის სურვილის გაუჩნდეს. აი ესეთი გაწონასწორებული ურთიერთობა უკვე საზოგადოებასთან ძალიან მნიშვნელოვანი არის. ახლა ყველაფერს კიდევ სევით უნდა დავუყენოთ ჩვენ განშის უნარი. გასაგებია რომ წერია ეს ყველაფერი, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში აი შენ როგორ მოიქცევი, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ბუნებრივია ახლა ღვთისმსახურება არ არის მარტო ხო ყველას დიდია ზიარება, მაგრამ შენ თუ ვერაცნობიერებ ამას და თუ შენ ცხოვრებით არ ადასტურებ ამას, რომ შენ მართლა გინდა ზიარების ცხოვრება და ქრისტესთან ერთობა, მაშინ ისეთ მართლს ვერ მიიღებ. და კიდევ ძალიან საგანგაშო მდგომარეობა არის ფარისევლობა, ხო? ანუ აკეთებ ამ ყველაფერს და შეიძლება შენში ამპარტავნობა გაიდგას ფესი, რომ აი როგორც ფარისეველი ხო სახარებაში მოხსენებული, რომ მე ამას ვაკეთებ, მე ამას ვწირავ და აიწყო მე ექსკვისი განკითხვა და ძალიან ესეთი ბეწვის ხიდი გადის სამეუფო გზისა ღმერთთან დამაკავშირებელი, ხომ კარგ გააკეთებ, ეგრევე ჩასაფრებულია ეს ბოროტიც, რომ აი ვაშა გეუბნება და თითოეულ ადამიანთან გამოვლენილი სიტყვა და საქციელი არის იგივე ღვთისმსახურება, ჩვენ ყველას გველოდება ღმერთთან წარდგომა და როგორც ახარებაშია ყველას უფალი ამას გვეტყვის. რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანს, იგი მე მიყავთ, რაოდენი არა უყავთ, იგი მე არა მიყავთ, ხომ? ყველას გაუკეთოთ კარგი, არავის არ გაუკეთოთ ცუდი და კარგის გაკეთება ქრისტეზე გადადის, რა თქმა უნდა, და ეს იგივე ქრისტეს მსახურება და თუ ადამიანს სულს გაუკეთებთ, ან საკუთარ თავს გაუკეთებთ სულს, ამით ჩვენ თავად ქრისტეს უკეთებთ სულს და ეს არის ანტიმსახურება, ხო? ანტიქრისტული ქრისტიანული მოქმედება საკუთარ
თავში და ბუნებაც ხო სამყაროც ცხოველებთან მიმართებაშიც უნდა გქონდეს ჩვენ ესეთი ურთიერთობა, რომ ისინი ღმერთის გაჩენილები არიან და არავინ არ უნდა გვეზიზღებოდეს, ყველა უნდა გვიყვარდეს. ეშმაკის გარდა ყველა და ყველაფერი უნდა გვიყვარდეს. ნამდვილად შესაძლებელია ასეთი ცხოვრება. ღმერთმა გაგვაძლიეროს. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ჩვენთან მოგზაურობისთვის და რომშიდავებით მამා დავით. ზღვისუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათი შესრულდა, აღვავინოთ ერთად უფლისადებელი ლოცვა და შემდგომ გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო, ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. როგორც დაგვირდით დაგიბრუნდით სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენების შესახებ და რა უნდა გავითვალისწინოთ, რას უნდა მიაქციოს ყურადღება ადამიანმა. თემაზე სასაუბროთ შემოგვერთა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია გოთუა. დილამშვიდობის ქალბატონი მაია. გმადლობთ მობრძანებისთვის და ყოველთვის რომ დროს ნახულობთ იმისათვის რომ გვეწიოთ ეთერში. ქალბატონი მაია, როგორც მაყურებელს ვამბობთ, კვებითი ალერგენების შესახებ უნდა ვისაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რჩევები, რომელსაც თქვენ მოგცემთ. თავისთავად სეზონი არის ახლა, მაგრამ მარტო სეზონზეც არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ კვებითი ალერგია ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს, ხომ? თავისთავად როგორც მცირე ასაკში, ასევე შემდგომ უკვე ნებისმიერ სხვა ასაკშიც კი. მოდით ვისაუბროთ, რა არის ის ყველაზე ძლიერი გამომწვევი ალერგენები, რომლებიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი მოვლენილია პატარა ქვეყანას და შესაბამისად ხდება მისი შეგუება გარემოსთან. დიდი მადლობა. საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია, რომ ადამიანები უფრო ხშირად თავს მიაკუთვნებენ კვებითი ალერგიის მქონე ადამიანებს, ვიდრე რეალურად ეს ჭეშმარიტი ალერგიული რეაქცია. ანუ განსხვავება არსებობს ნამდვილ ალერგიულ ჭეშმარიტ ალერგიულ რეაქციაში, რასაც ალერგოლოგები ჭეშმარიტ ალერგიულ რეაქციად მიიჩნევენ და კიდევ სხვაში. ეხლა რა არის ჭეშმარიტი ალერგიული და რა არის სხვა? ჭეშმარიტი ალერგიული რეაქცია არის იმუნოლოგიური მექანიზმით განპირობებული, აი თქვენ შეგუება ბრძანეთ, ანუ ჩვენი შეგუება სამყაროსთან არის იმუნოლოგიური სისტემის მეშვეობით. და თუ ეს წონასწორობა, ხა ჩვენ ალერგიაზე ვსაუბრობ, დაირღვა, ადამიანს გამოუმუშავდება ეს იმუნური სისტემის შეცდომა, ზედმეტი ალერგიული ანტისხეულები, იმუნოგლობულინები, რომელიც ერთ-ერთი კლასია ალერგიის, იმუნოგლობულინი I. და წესით ადამიანს რაიმეს მიმართ, აი საკვებზე ჩვენ ვსაუბრობთ, აი ნებისმიერი საკვების მიმართ ეს ალერგიული ანტისხეულები მას არ უნდა ჰქონდეს. ეს უნდა იყოს ტოლერანტული. თქვენ ბრძანეთ აი დაბადება ბავშვის. არის გარკვეული ბავშვები, რომლებიც იბადება გარკვეული ალერგიული განწყობით. ეს ალერგიული განწყობა უფრო ხშირად იმ ოჯახებს აქვს, სადაც ალერგია რომელიმე ახლო ოჯახის უახლოეს ნათესავებს აქვს. და გენეტიკურად. ანუ არასავალდებულო,
არამედ გენეტიკური განწყობა. ამიტომ ჩვენზე არის დამოკიდებული, როგორ მოვეყრობით აი ამ ახალშობილს, რომ მას ეს ალერგია არ განუვითარდეს და შემდგომ არ შეაწუხოს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, აქ ახლა პირველ რიგში არის, რომ თუ ეს არის ბუნებრივი კვება, ბუნებრივი ეს ყველაზე უფრო ფიზიოლოგიურია და შესაბამისად ბავშვისთვის არის უფრო იმუნურად იოლად მისაღები და ეს არის საუკეთესო გამოსავალი. თუმცა აქ დედამაც უნდა იცოდეს, ახლა ჩვენ დედას ვეუბნებით, რომ ორსულობის დროს რაიმე შეზღუდვა არ არის, მაგრამ ზომიერი, ნორმალური კვება და არა გადამეტებით რაიმეს განსაკუთრებით, მაგრამ შეზღუდვა არ არის. ბავშვის კვების დროსაც ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბავშვი დედის რძით ღებულობს საკვებს და დედის რძეს აქვს ის კომპონენტები, რომელიც აი ამ ტოლერანტობას, აი იმუნოგლობულინი არის დედის რძეში, რომელიც ეხმარება ნაყოფს აი ამ შეგუების გამომუშავებაში. და მეორე მხრივ შეიძლება ისიც იყოს, რომ დედამ ჭამოს რაღაც საკვები, რომლის მიმართაც ბავშვმა გამოავლინოს რეაქცია. ამიტომ ჭეშმარიტი ალერგიული რეაქცია რომ ვთქვათ, ეს რის გამო, იმიტომ რომ ბავშვს აქვს ეს რეაქცია, ეს რძეზე გამოვლინდა, თუ ხელოვნური კვების შედეგად არის გამოწვეული, ამისთვის არსებობს ამ იმუნოალერგიული ანტისხეულების განსაზღვრის შესაძლებლობა. ნებისმიერ ასაკში ბავშვი ეს არის რამოდენიმე დღის თუ ასაკით მომატებულ ასაკში ბუნებრივია, უფრო მარტივია, შეიძლება ავიღოთ სისხლი და განსაზღვროთ. ძალიან მაღალი გრძნობელობის შესაბამისი ტესტები არსებობს, რომელიც საზღვრავს აი ამ ძალიან მცირე რაოდენობის ალერგიულ ანტისხეულებს. და ის თუ აღინუსხება გარკვეული, ასე ვთქვათ, მინიმალური რაოდენობითაც კი, ის მიუთითებს, რომ ამ ბავშვს გარკვეული განწყობა აქვს. ახლა აქაც ბარემ აქ დიაგნოსტიკის თემაც რო ვთქვათ, ესე იგი ჩვენ ნებისმიერ ასაკში თუ ეჭვი დაგვებადა, რომ აი ბავშვი აქვს ალერგიული გამოვლინება, ეს შეიძლება იყოს როგორც კანის მხრივი გამოვლინება, ხშირად არის ბავშვებში ატოპიური დერმატიტი. ხანდახან შეიძლება იყოს ასთმური მოვლენებიც, ხანდახან არის კიდე ჩვენ ანაფილაქსიაზე აქ ვისაუბრეთ, რომ შეიძლება იყოს ძლიერი, ძალიან პატარა ასაკში აღწერილია 2 კვირის ბავშვი ანაფილაქსიური რეაქციის განვითარებაც კი. ანუ მე ვამბობ, რომ ყველა კლინიკური გამოვლინებით, ყველაზე ხშირი ატოპიური დერმატიტი, ან ჭინჭრის ციება, ან შეშუპება, რაღაცა კლინიკური სიმპტომი. ყველაზე ხშირად არის ეს ატოპიური დერმატიტი. შეიძლება იყოს კუჭნაწყლის მხრივაც გამოვლინებაც, ამაზე ვისაუბრებთ. მაგრამ ეს მარტივად მიხვდება, ხო, მშობელი? იცით, რაღაცა სხვა ხდება. დიახ, ანუ ყველაზე ხშირია ეს კანის რეაქცია, ახლა ცალკე რო გავარჩიოთ ყველა ცოტა დრო წაგვიღა, მაგრამ დერმატიტი ყველა მიცის, რომ კანი ხშირად ეს არის ლოყებზე, სხეულზე, გააჩნია ბავშვის ასაკს, მაგრამ რაღაცა ნიშანია და ალერგიას აქვს კანის მხრივი გამოვლინების დროს ჰიპერემია, ქავილი პაპულა. ანუ ქავილი ძალიან სპეციფიურია, რაღაცა ელემენტი, რომელიც არის ხშირად პაპულა, ან დერმატიტის სახით, რომელიც რაღაც სიმშრალეა, ჰიპერემია, ქავილია და ასე შემდეგ. და აი ეს უკვე იპყრობს ყურადღებას, რომ რაღაცა არ არის სწორედ და იქნებ მიმართოთ ექიმს, რომ გავარკვიოთ და ზოგჯერ ესენი პაციენტები ფიქრობენ, რომ აბა ამ პატარა ბავშვს როგორ უნდა დაუდგინდეს რამ. აი ეს ჩვეულებრივ სისხლით შეიძლება აიღო ძალიან აი ვიმეორებ აი დღეების ბავშვშიც და ეს ვთქვათ დიაგნოსტიკა ჩაატარა. მეორე არის რომ უფრო დიდი როდესაც ხდება, შეიძლება კანის სინჯითაც, აი როგორ ჩვენ გარემო ალერგენებზე ვაკეთებთ სინჯებს, ასევე შეიძლება გააკეთო სინჯი, რომ აი ეს იმუნოგლობულინი აღნუსხო. ერთი არო სისხლიც აზღვრა და მეორე აი რატო მაგალითად კანის სინჯით ვაკეთებთ? ეს იმუნოგლობულინი არის კანის მასენსიბილიზირებელი. ამიტომ ჩვენ თუ კანის სინჯს ვაკეთებთ, კანი ირიბად გვეუბნება, რომ ადამიანის სისხლში არის ეს ანტისხეულები და უნდა შესაბამისი ზომები ვიხმაროთ. მაგრამ ყველაზე მარტივი და ასე ვთქვათ, ციფრობლივი და სიზუსტი სისხლის აღება, მით უმეტეს პატარა ბავშვი, რომელსაც ეს ჯერ ძალიან პატარაა და ბევრ საკითხებთან, სხვათა უხერხულობასთან, ასევე კარგია, როდესაც ცოტა ასაკიც ემატება, ერთქვათ სადღაც 6 თვიდან უფრო კანის რეაგირება, კანის სინჯზე უფრო ჩამოყალიბებულია და ამიტომაც პატარა ასაკში ვიღებთ სისხლს. თუ ეს არ ვნახეთ, აი ვთქვათ აღმოჩნდა, რომ ბავშვი არის, ბავშვს გარკვეული რეაგირება, მაგალითად არის ხელოვნურ კვებაზე და
ბავშვს დაეწყო ესეთი კუჭნაწლავის მოვლენები, დიარეა, მუცლის ტკივილი, ეს ბავშვებში ისედაც ხშირად არის და არის ახლა საკითხი, რომ რა არის მიზეზი? ეს არის ჩვეულებრივი რაღაცა გარკვეული ადაპტაცია საჭირო ბავშვის რძესთან, თუ ეს არის რაღაცა რძის უშუალოდ რძის მიერ გამოწვეული ალერგია. და ნუ ახლა შეიძლება ეს რომ პირველი როდესაც არის ესეთი მარტო კუჭნაწლავის სიმპტომები, არც კანის მხრივი მოვლენები, არც ასთმური მოვლენებია, ანუ ალერგიული სიმპტომები არ არის და არის თქვა მხოლოდ აი მუცლის ტკივილი, დიარეა. შეიძლება იფიქრო, რომ ეს პირველ რიგში იფიქრო, რომ ეს ხო არ არის ლაქტოზის აუტანლობა. იმიტომ რომ ბავშვებს ხშირად არ აქვთ მომწიფებული ფერმენტების წარმოშობის, ასე ვთქვათ, გამომუშავების უნარი და თუ ეს რძეში არსებული ლაქტოზა ვერ მოინელა ბავშვმა, მაშინ გამოდის ლაქტაზა არ ყოფნის და რადგან ლაქტაზა არ ყოფნის, ის აღარ იშლება ეს რძის ლაქტოზა, რძის შაქარი წვრილ-ნაწლავში და მსხვილ ნაწლავში უკვე ხდება აირების გამოყოფა, დიარეა და ბავშვი არის ცუდად. ესეთი ყვებითი აუტანლობა. ეს არის ყვებითი ფერმენტული აუტანლობა, ანუ ეს ალერგიული რეაქცია არ არის. ამას ვამბობთ, ის თუ ალერგიული რეაქცია, მას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ალერგიული სიმპტომი. მაგრამ აქ მარტო კანის მხრივ, მარტო კუჭნაწლავის მხრივ მოვლენებია, დიარეა, ტკივილია, შეიძლება ჰქონდეს შეიძლება ეს ისე, ამიტომაც პირველი პედიატრი ამბობს, რომ რაღაცა მოდი ავიღოთ ულაქტოზო საკვები, ან სპეციალური ადაპტირებული ნარევი, რომელიც არ შეიცავს ლაქტოზას, იმიტომ რომ არ მოხდეს ბავშვის თქვათ შეწუხება. არსებობს კიდევ სხვა დაავადებებიც, რომელიც გავს კვებით ალერგიას, მაგრამ არც კვებითი ალერგია არ არის და არც ლაქტოზის აუტანლობა. ახლა აქაც შეიძლება თქვათ, რომ როგორ შეიძლება გავარჩიო, აი ეს საკითხი რომ მოვჩეთ. ლაქტოზის აუტანლობა უფრო იმას თავისი ტესტები აქვს უფრო მოსდილ ასაკში და ყველაზე მარტივი არის კლინიკური, ასე ვთქვათ, შეფასება და თუნდაც აი ლაქტოზის შემცველი რძის პროდუქტის, ანუ ფორმულის ამოღება და ვთქვათ, შეცვლა ულაქტოზოდ. მეორე არის, რომ შეიძლება სამწუხაროდ ძალიან გავრცელდა ავტოიმუნური პათოლოგია. ეს ავტოიმუნური პათოლოგია არის ცელიაკია. ანუ ესეც სხვა, ანუ ეს არ არის ალერგია, იმიტომ რომ ალერგიაში არის ის ანტიგენ ანტისხეული, ან არსებობს უჯრედული ტიპის ალერგიები, რომელსაც ცალკე გეტყვით, მაგრამ გამოვრიცხოთ ეს ცელიაკია, რომელიც არის ავტოიმუნური დაავადება და ის ავტოიმუნური გულისხმობს საკუთარი ანტისხეულების გამომუშავებას თავისი სხეულის საწინააღმდეგოდ. და ამ შემთხვევაში ისინი ვერ იტანენ გლუტენს. თუ ჩვენ ახლა რძეზე ვსაუბრობდით, იმიტომ რომ თქვენ ბავშვი მკითხეთ. ახალშობილთან საკვები რა გვაქვს? ან რძე, ძირითადად რძეს დედის რძეს ხშირად იტანს, თუ დედამ რაღაცა დააშავა ბჭყალებში და რაღაცა ძალიან ბევრი მიიღო. ნუ ეგეც გამოსწორებადია, ცხადია, მაგრამ თუ ეს არის ან ლაქტოზის აუტანლობა, ამასაც ვთქვათ, მივხვდები და მაგრამ ცელიაკი არის რთული, იმიტომ რომ ცელიაკი არის ხორბალი. ანუ ეს მერე მოდის ხორბალს სანამ ბავშვი მიიღებს, ხო? და ეს ხორბლის გლუტენის აუტანლობა გულისხმობს იმას, რომ თუ ბავშვმა მიიღო გლუტენი, მას შეიძლება ჰქონდეს დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი და ასე შემდეგ. ქაბოდანმაია, ბავშვების ასაკიდან მოზრდილ ასაკზეც რომ გადავდეთ, იმიტომ ალერგია შეიძლება თქვა, მაგრამ ცელიაკია ყველა ასაკის არის, ყველა ასაკის არის, კი. და გარდა ამისა, შეიძლება იყოს ბავშვობაში არ ქონდეს ალერგია გარკვეულ საკვებებზე, მაგრამ შემდგომ უკვე მოზრდილ ასაკში იჩინოს ამ ყველაფერმა თავი, ხო? ეს რატომ ხდება, ასე ვთქვათ, და როგორ არის შესაძლებელი გავუმკლავდეთ ამ პრობლემას, საშუალებები არსებობს დიაგნოსტიკის და გარდა ამისა კიდევ რომ ვთქვათ შესაძლებელია თუ არა ეს პირველ ეტაპზე დაწყებული ალერგიული რეაქციები შემდგომ ასაკთან ერთადაც რომ მიჩუმადდეს, მინელდეს, ასე ვთქვათ და მიძინების პროცესში. აი ბოლოდან რომ გიპასუხოთ, უმრავლეს შემთხვევაში მადლობა ღმერთს, ის ალერგია, რომელიც ბავშვთა ასაკში არის, უმრავლეს შემთხვევაში ნელ-ნელა ასაკთან ერთად გადის. რა თქმა უნდა, მას ხელი შეწყობა უნდა, რა თქმა უნდა, დიაგნოსტიკა უნდა ვიცოდეთ და
ყველაზე ხშირად თუ ეს არის რძე, ყველაზე ხშირად 1 წლის ასაკამდე, 1 წლის ასაკისთვის, თუ არა და შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს შემდეგი ეტაპი, შეიძლება 6 წლის. ზოგიერთი არის, რომელსაც ცოტა უფრო მოზრდილობაში მიყვება და იშვიათად, მართლაც სამწუხაროდ იშვიათად რჩება ისეთებიც, რომელთაც ეს ალერგია ძალიან მაღალი ქონდათ. აი ეს ანტისხეულების კონცენტრაცია იმდენად მაღალია, რომ მათ შეიძლება ანამნეზში ანაფილაქსია ქონდეთ და ასე შემდეგ. ამიტომ თუ ეს მონაცემი არის ძალიან მაღალი, იქ უკვე სქესობრივი მომწიფების შემდეგ ამ ალერგენის მიმართ ტოლერანტობის გამომუშავება უფრო იშვიათია. ჩვენ ყავს ეს ძალიან შედარებით საბედნიერო მცირე პოპულაციის ადამიანებს ახასიათებს, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც აი ამ საკვებ ალერგენზე არატიპიური გამოვლინებაა. მაგალითად, ყავს ისეთი პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ ალერგიული ვასკულიტი, მაგალითად რძეზე და ძალიან დიდი ხანი ბუნებრივია ვერ ღებულობდა. ახლა უკვე დიდი ადამიანია და რძეს ღებულობს და არ არის. ანუ შეიძლება მოგვიანებით ასაკში მოხდეს და ეს გამოვლინებები ვიმეორებ არატიპიური. ახლა ტიპიური, რაც ჩვენ ვთქვით, კანის მხრივი ატოპიური დერმატიტი, ჭინჭის ძიება. ხანდახან ისიც საინტერესოა, რომ მოსახლეობა ფიქრობს, რომ აი თუ მე კვებითი ალერგია მაქვს, აუცილებლად კანის მხრივი გამოვლინება უნდა მქონდეს და ეს არ არის სწორი. შეიძლება იყოს ასთმური მოვლენა საკვებზე, ანაფილაქსის ერთ-ერთი კომპონენტია ასთმურიც არის. ანუ ასთმური მოვლენები შეიძლება იყოს, ისევე როგორც შეიძლება იყოს აი კუჭანსლავის მოვლენები, დიარეა, ღებინება და ასე შემდეგ. ანაფილაქსია არაერთხელ ვახსენეთ, საკვებთან ყველაზე ხშირად არის ასოცირებული სამწუხაროდ. წამალთანაც, მაგრამ საკვებიც ასევე პრობლემურია. რომელშიც ყოველთვის აქვს მშობელს თავისთავად ხავტელმეა და რჩევები რომ იცით როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მშობელი, როგორ მინდება და შემდგომ უკვე სანამ მივალთ სამედიცინო დაწესებულებამდე, მანამდე როგორ იცით რა არის, როდესაც ეს ანაფილაქსიის შემთხვევაში უნდა პაციენტმა რა თქმა უნდა თუ ეს პირველად არ ხდება, მან უნდა იცოდეს მისი დამნაშავე ალერგენი. შეიძლება ეს დამნაშავე ალერგენი შემთხვევით მოხდა, ხა წინამდეგ შემთხვევაში ხარ შეჭამდა, მაგრამ самწუხაროდ ზოგჯერ ის დამალულია და არ არის დეკლარირებული. რაც სავალდებულოა, 9 მთავარი ალერგენი ახლა და უნდა როგორც ამერიკის ისე ევროპის რეკომენდაციით უნდა ყველას ეწეროს ყველა იმ ალერგენის შემცველობა პროდუქტს, როცა ადამიანი ღებულობს. ამიტომ თუ გეიცის ადამიანმა, რომ მას აქვს რისკი ანაფილაქსიის, აუცილებლად ექიმმა უნდა გამოუწოდოს ეპიპენი, ანუ ავტოინექტორი ადრენალინის, ეს იქნება გვერდში ეპიპენი არის კუნჩი გასაკეთებელი ავტოინექტორი, რომელიც არა მარტო უნდა იცოდეს და გამოწერილი ქონდეს, უნდა იცოდეს როგორ უნდა მოიხმაროს. და საბედნიეროდ ესეც თქვით და უნდა ვთქვათ, რომ ახალი ტიპის ადრენალინი გამოვიდა, ესეთ ავტო სამკურნალო ცხვირის, რომელიც ახლა ახალი შემოსულია და ბევრ ქვეყანაში არ არის. მაგრამ ხელმისაწვდომი გარკვეულ ქვეყნებში ხომ არის. ეს ამოსახერხებელია ბავშვებისთვის. მარტივი გზა, მაგრამ თუ მას ეს არ აქვს, მეორე მხარე არის, რომ შეიძლება იყოს ტრენირებული დედა, ვთქვათ, რომ ადრენალინის გამოყენება შეეძლოს თუნდაც საინექციოსი, იმიტომ არა თვითონ თავის თავს ადამიანი ვერ დაეხმარება. ანუ რომც დაიკეთოს ეს ადრენალინი, უნდა დაურეკოს გადაუდებელ დახმარებას, რომ მოვიდნენ და წაიყვანონ, იმიტომ რომ მარტო ადრენალინის გაკეთება არ შველის საქმეს და საჭიროა შემდეგი манипуляციის გაკეთება. თუ გვაქვს დრო, ერთი იცით რა მინდა ვთქვა, რომ არსებობს, აი ჩვენ რაც ვთქვით, აი იმუნოგლობულინის განსაზღვრის მეთოდები, არსებობს არაიმუნოგლობულინით განპირობებული კვებითი ალერგია, რომელიც არის უჯრედული ტიპის და იმის დიაგნოსტიკა უფრო უჭირს, ვერ ხვდება ოჯახი. მაგალითად, სისხლში განავალში გაჩნდა სისხლი რძის მიღების დროს. რძე იგულისხმება, რომ ფორმულაა, მაგრამ დედის რძეზე ეს იშვიათად არ ხდება და ხელოვნურ რძეზე შეიძლება განვითარდეს. და დიფერენცირება იმითია, რომ თქვათ ეს ინფექცია არ არის, რომ ცუდად არ არის, მაგრამ წვეთი რჩება. ეს ახალშობილებს ხშირად აქვს, იმიტომ ხშირად არა, ნუ იშვიათად, მაგრამ არც იშვიათად. და ამისათვის ეს რძე უნდა შეწყდეს აუცილებლად, იმიტომ რომ იმუნოგლობული და ბავშვი რო წაიყვანოს ექიმთან და ის იმუნოგლობულინი განსაზღვროს, ის არაფერ დადებიც არ მოგცემს და იტყვის, რომ
ალერგია არ აქვს, მაგრამ ეს სხვა ტიპითა უჯრედებით არის განპირობებული. და ამიტომ უნდა მოხდეს ამ რძის ამოღება. და გარკვეული ხნის მერე ეს ხშირად ეს მერე მოწესრიგდება, მაგრამ ეს სწორი პოზიცია, იმიტომ რომ თუ ეს არ გააკეთა, მაშინ სისხლიანით ბავშვი შეიძლება დაიღუპოს და სხვა ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის, შენთან მოგზაურობისთვის, ბატონო მაია, დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი კაპიტანი მაია გოდვა. ჩვენი გადამღები ჯგუფი საქველმოქმედო ორგანიზაცია თხილის გულს სტუმრობს. ნინო დილაშვილი იმყოფება ადგილზე და მოგყვება უფრო მეტს და დეტალებს, როგორ შეიძლება ჩაერთონ დაინტერესებულები საქველმოქმედო პროექტში. ნინო დილამშვიდობისა, მოგესალმებით. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. ჩვენ ახლა უზნაძის 47 ნომრიდან წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოდან გერთობით, სადაც უფასო სასადილო თხილის გული ფუნქციონირებს. თხილის გული უკვე მე-15 წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით არაერთ ბენეფიციარს ხელი სადილით უმასპინძლდება. ჩვენი დილის გადაცემა ხშირად სტუმრობს თხილის გულს და ჩვენ ვცდილობთ, რომ მცირედი ჩართულობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კეთილ საქმეში. ჩემთან ერთად ახლა თხილის გულის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ელენე ფანჯიკიძე არის და მისგან უფრო მეტ შევიტყობთ ამ დაწესებულების შესახებ. ელენე, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ჩვენს მაყურებელს რომ მოუყვეთ, როდის დაარსდა და საიდან დაიბადა იდეა თხილის გულის შექმნის? თხილის გული უკვე 15 წელია რაც ფუნქციონირებს და იდეა წამოვიდა იქიდან, რომ იქ სადაც დღეს სასადილო მდებარეობს, იყო თონე და ამ თონეში ცხოვრობდა პური, რომელიც შემდეგ საკმაოდ ისეთ გაჭირებულ ადამიანებს უფასო თურიგდებოდა და ერთ-ერთმა მათგანმა მამა ალექსანდრე გალდავას თხოვა, რომ იქნებ ცხელი სადილითაც გაგვიმასპინძლდეთო და აი აქედან იწყება თხილის გულის ისტორია უკვე. როგორც უკვე აღნიშნე, უკვე მე-15 წელი არსებობს თხილის გული და მე როდესაც შარშან ვიყავი თქვენთან და ჩვენ სიუჟეტი გადავიყეთ 250-მდე ბენეფიციარი ყავდათ და ახლა თუ გაიზარდა რაოდენობა? კვლავ 250 ბენეფიციარი ყავს, რადგან საკმაოდ რთული არის ფინანსური კუთხით ამ 250 ადამიანს, ასე ვთქვათ, გავუმასპინძლოთ ყოველდღურად ძალიან გემრიელი სადილით. რაოდენობას ბენეფიციარებისას ვერ ვზრდით, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ჩვენ კვლავ ვეძებთ მეგობრებს, რომლებიც დაუმეგობრდებიან უპოვარ ადამიანებს და ჩვენთან ერთად იზრუნებენ მათზე. როგორც ნახე 32-მდე ბენეფიციარი ელოდება თავის მეგობარს, ხო? დიახ, 32 ბენეფიციარი ელოდება ამ ეტაპზე თავის მეგობარს და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 32-ვე გამოჩნდება. ასევე მინდა გითხოთ რაციონის შესახებ, როგორც მახსოვს, საკმაოდ მრავალფეროვანი რაციონი გაქვთ. რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანია და მნიშვნელოვანია ის, რომ ყოველდღიურად რაციონში არის ხორცი. ერთი კერძია უცბად ხორცის გამზადება, მეორე შეიძლება იყოს წვნიანი ან სალათა დაუშვათ. მუდმივად ვცვლით მენიუს, იმიტომ რომ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ძალიან ღირსეული სადილი და შესაბამისად მუდმივად ვფიქრობთ ამაზე, რა შეიძლება შევთავაზოთ ახალი და გემრიელი, რაც გაუხარდებათ ამ ადამიანებს. ძალიან საინტერესოა რა უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, ვისაც გაუჩნდებათ თქვენი დახმარების და ამ კეთილ საქმეში ჩართვის სურვილი. მე როგორც ნახე Facebook გვერდზე გაქვთ ძალიან ბევრი ვიდეო და საჭირო ინფორმაცია ამის შესახებ, მაგრამ მაინც რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს. ჩვენ გვაქვს პროექტი მეგობარი, რომლის ფარგლებშიც ერთი ადამიანის სრულფასოვანი კვება თვეში მხოლოდ 100 ლარი გვიჭდება და თუ რომელიმე გადაწყვეტს ბენეფიციართან დამეგობრებას, თვეში 100 ლარის ჩარიწვით ეს ადამიანი ყოველდღურად მიიღებს ცხელ სადილს. ჩვენ ვართ თითქმის ყველა პლატფორმაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. შეუძლიათ მოგწერონ ან დაგვიკავშირდნენ, ნომერიც მითითებული არის და ასევე WhatsApp-ზე და Viber-ზეც. ძალიან დიდი მადლობა, დიდ წარმატებას გისურვებ და დიდი იმედი მაქვს ამ ჩართვის ნახვის შემდეგ უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება ამ საქმეს. ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ და დიდი მადლობა, რომ თქვენი წვლილი ნამდვილად შეგაქვთ ამ ძალიან კარგ საქმეში. დიდი მადლობა თქვენ და ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ როგორც ერენემ აღნიშნა, სხვადასხვა სოციალური პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ თხილის გულს დაუკავშირდეთ. მითითებული აქვთ მათ თავიანთ ვებგვერდზე ნომერი, ან მისწეროთ და აი ასე შეუერთდეთ მათ კეთილ საქმეს. ძალიან დიდი მადლობა ადნინი და წარმატებებს უსურვებთ რა თქმა უნდა ამ პროექტს. დიდი მადლობა ჩვენი ჟურნალისტი ნინო დილაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ვაგრძელებთ გადაცემას სტუმრებთან ერთად. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში იმართება პროფესორების ნანა ხუბუტიასა და გიორგი ტოროშელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ ფესტივალის დამფუძნებელი მევიოლინე მაია ჯანჯღავა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვიცე-რექტორი ნუცა კასრეცი.
ბავშვობისა, გალბატონებო, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვიდრე უშუალოდ ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალის შესახებ ვისაუბრებდეთ, პირველ რიგში გვინდა რომ გავიხსენოთ გალბატონი ნანა ხუბუტია, შევახსენოთ მაყურებელს კიდევ ერთხელ მისი მოღვაწეობის, საქმიანობის, ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები. გალბატონო, ნოცავ თქვენ თრუნ დავიწყოთ და გითხრათ ეს მნიშვნელოვანი დეტალები და გაიხსენოთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა გალბატონი ნანას გახსენების საშუალება. ეს მართლაც განუმეორებელი თავისი პროფესიისადმი უანგაროდ შეყვარებული ადამიანი იყო, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული პროფესიული და პიროვნული თვისებებით. მე ბედნიერი ვიყავი იმითი, რომ ასპირანტურის და სადოქტორო პროგრამაზე სწავლის წლები მისი ხელმძღვანელობით გავატარე. ჩემზე არ გავამახვილებ, რა თქმა უნდა, ყურადღებას მე მინდა უბრალოდ ფართო საზოგადოებას და მსმენელს კიდევ ერთხელ გაუზიარო ჩემი ძალიან დიდი შთაბეჭდილება, რომელიც მივიღე ამ დიდი პიროვნებისგან. მან მართლაც თავისი ინდივიდუალური სკოლა შექმნა. ჯერ ის მოღვაწეობდა ჯამში 48 წელი მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მაგრამ უშუალოდ საფორტეპიანო კათედრაზე მან გაატარა 25 წელი. და აი ამ დროს მან მთელი პლეიადა გამოუშვა, იცით, პიანისტებისა, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგრძელებენ ძალიან წარმატებულ მოღვაწეობას და მე ვფიქრობ, ყველა საერთიანებს სისადავე, გემოვნება და ეს ნანა ხუბუტიასეული უშუალო გულწრფელობა და მოკრძალებულობა. აი ეს და იცით რა, მას ამაღლებული სული ჰქონდა. აი ყოველთვის იგრძნობოდა მასში რაღაცა ისეთი ცოტა ამ ქვეყნიური ყოველდღიურობისგან მოწყვეტილი და მოკიდებულება, რაც ასე სჭირდება ჩვენ საქმეს და მე მართლაც მადლიერი ვარ, იცით, განსაკუთრებით ახლა რომ ვუყურებ უკვე კონსერვატორიის მთელი პერსონალის გადმოსახედიდან, იცით რა, როგორი დიდი საგანძური დავკარგეთ ჩვენ გალბატონი ნანას სახით. აი გრუშინიკო ფესტივალის პირველი კონცერტი ჩატარდა და მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის მერე წლები გავიდა, ჯერ ისევ ძალიან ტკივნეული არის გალბატონი ნანას დაკარგვით გამოწვეული. აი ეს ტკივილი ძალიან სენტიმენტებით ახსავსე და ალბათ სცენიდან მე პირადად გამჭირდება კიდევაც საუბარი მის სამსახურების შესახებ. კაპიტან მაია, ასევე გიორგი ტოროშელიძის შესახებ რომ თქვათ გავხსენოთ მისი ღვაწლი, მისი დამსახურებაც. იცით, არის აი გოგიბიძია და ნანა დეიდა ჩემთვის. ვერ ვიტყვი ესე ოფიციალური, მე მუშაობდი მათთან და წლების მანძილზე სალამ გარდაიცვალა ერთიც და მეორეც ბოლომდე ვიყავი და არ ვიცი, ეს მაგალითი იყო ოჯახური თანაცხოვრების, ადამიანობის, პროფესიონალიზმის, რა ვიცი, ყველას გვიხაროდა, ისე გვიხაროდა მისვლა, რომ არ ვიცი და იცით რა ხდებოდა, საოცარი იყო, გოგიბიძია აკეთებდა პროგრამას, გვამზადებინებდა ყველაფერს და მე ნანდეიდა შემოდიოდა ბოლო 3 რეპეტიცია, კარებს გააღებდა ნანდეიდა და გოგიბიძია სიტყვები მახსოვს, სულ ეცდა იგივეს ამბობდა. ეხლა მე ვდუმდები, ნანა შემოვიდა. და იქ მართლაც ესე ხდებოდა. რაღაცა აი ისეთი ბალანსი ჰქონდათ ერთმანეთში ჰარმონიული ურთიერთობა, რომ აი ხო არის რომ ქართული რაღაცა ესეთი დამოკიდებულება, რომ ქართული მამაკაცი ცოტა ისეთია, რომ ოჯახში ხელს ატყავს. არა, აი უციცოდნენ თავიანთი ღირსება, თავიანთი რაღაცა ისეთი ძალიან იჭიერი იყო და ძალიან იჭიერი ბგერები ესმოდა, სხვანაირად ესმოდა, ხედავდა ბგერებს, ფერებში ხედავდა და ეს ნამდვილად გოგიბიძიამ რო იცოდა, ხო, გეუბნებით, აი მასალას მიაწვდიდა და მე ის მუშაობდა. რა არის ის მთავარი პროფესიული თვალსაზრისით, რაც თქვენ შემდგომ მუშაობაში გამოავლინეთ, აღმოაჩინეთ, რომ მათგან მიღებული ეს ცოდნა, ეს დამოკიდებულება საქმისადმი თქვენს შემოქმედებაშიც გადმოიტანეთ? ყველა მოწაფეს აქვს, აი მარცვალი არა, მე მგონი ძალიან ბევრი მუსიკალური მასშტაბის შეგრძნებას გაძლევდნენ და რა ვიცი, აი ესე დეტალებში ვერ ვიტყვი, მაგრამ
ძალიან დიდი მნიშვნელობა, აი ყველასთვის რომ შეხედო მათ რომ მოусმინო მათ მოსწავლეებს, ხელწერა აქვთ რომ მათი მოსწავლეები. თქვენ ძანდებით დამფუძნებელი ამ ფესტივალის ორგანიზატორი ვარ და ოღონდაც ჩვენ გვაქვს ორგანიზაცია წინაპართა გამოცდილებით მომავლისაკენ და აი განაპირობა ამ ორი ადამიანის წარმოჩენა ზუსტად ამ ორგანიზაციის მიზანმა. მიზანი არის ახალგაზრდა თაობის და ძველი თაობის უფრო დაახლოვება. მოგეხსენებათ რეალობა დღეს ჩვენთან, რომ ცოტა ადამიანები რაღაც ერთმანეთთან კომუნიკაციას ვეღარ ვახდენთ, უკვე ემოციურ კომუნიკაციას და რა ვიცი, აი ეს ფიქრობდით, რომ ახალგაზრდებს რომ ვაჩვენებთ, გავაგებინებთ მათი წინაპარის 8 წელს მეტად უფრო ემოციურად დადებითად იქნებიან, კარგად იქნებიან განწყობილები. როგორ მიმდინარეობს ფესტივალი გუშინ გაიხსნა, როგორც აღნიშნეთ და როგორი არის თქვა მონაწილეების ემოციური დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიმართ სამზადისით საინტერესო იქნებოდა თავისთავად და ის ყველაფერი, რაც უკვე სცენაზე არის გადმოტანილი, ის ემოციები, ის განცდა, ის დამოკიდებულება, ეს ყველაფერი მაყურებლისათვის, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი არის, სწორედ ემოციებით შემდგომ ის დახუნწული და დატვირთული მიემართება უკვე სახლში და დიდი ხნის პერიოდში, დიდი ხნის განმავლობაში მიხვება ეს სასიამოვნო ემოციები. საინტერესო არის თავად მონაწილეების შესახებ რომ მკითხოთ, ვინ არიან ჩართულები. დიახ, მართლაც თით რა არის ემოციური განწყობა არის ახლა მოწაფეების სხვადასხვა თაობისები ვართ. არიან უფრო ახალგაზრდები, არიან უფრო შედარებით ვართ. სოლიდური ასაკის და კიდევ უფროსებიც და მართლა გვაერთიანებს ეს მადლიერების გრძნობა და გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა განსაკუთრებით რეპერტუარის შერჩევასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა შესრულების ხარისხთან თავისთავად, იმიტომ რომ ყოველი ჩვენი გამოსვლა იყო ქალბატონი ნანას წინაშე და ბატონი გოგის წინაშე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ არ დაგვეღალატებინა მათთვის. არასდროს დამოვიწყება ქალბატონი ნანას ანთებული თვალები, რომ აი შედგა თუ ვერ შედგა და როცა შედგებოდა აი რა სიხარულით ახსოვსი და აი ესეთი განწყობა არის, ჩამოსულია ნინო გურევიჩი გერმანიიდან, ჩამოსულია თამარ ბეირაია, არაჩვეულებრივი ქალბატონები არიან და ძალიან ესეთი წარმატებული მოღვაწეობა აქვთ მათ ევროპაში. არის მაია თითქმის ყველა კონცერტში, ყველა ღონისძიებაში და ნაწარმოებში მონაწილეობს. რა ვიცი, ჩართულობა არის ძალიან მაღალი. უბრალოდ ეს მინდა აღნიშნო ხაზგასმით, რომ ფესტივალის აი ამ პირველ გამოშვებაში მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია ჩართული მათი აღზრდილებისა, იმიტომ რომ ეს მართლაც ძალიან დიდი არმია და ძალიან სერიოზული მუსიკოსები. მომავალში დარწმუნებული ვართ, რომ გაფართოვდება და პირადად ჩემთვის მთავარი იყო, რომ ის ნაწარმოები გაჟღერებული იყო, რაც ვთქვათ, მათი ხელმძღვანელობით, მათი უშუალო ჩართულობით და რა ვიცი, სწორედ აი ესეთით შევარჩიეთ და უკავშირდება დიახ. ერთგვარი ანგარიშის ჩაბარება. რა წერტილში ვიმყოფებით ახლა. დიახ, აი ფორმატზე და რეპერტუარზე მინდა გკითხოთ სწორედ რა ფორმატით იმართება ფესტივალი და არ არის ეს მხოლოდ საკონცერტო ბუნებრივია და ღონისძიების ნაწილი მხოლოდ, ხომ? გახსენება, საუბარიც ალბათ სცენიდან, დარბაზიდან, როგორ მიმდინარეობს აი ეს პროცესი რომ ამ ეტაპზე პირველი კონცერტი ჩატარდა გუშინ. აი დასკვნით იქნება ხვალ და ხვალ ნუცა სიტყვით ანუ წარადგენს ფესტივალს თვითონ და რამდენი როგორც აღნიშნა ნუცა მცირე ძალიან მცირე რაოდენობა იქნება მონაწილე მოსწავლეების და დასკვნით აი როდესაც დასრულდება ახლა არც შეიძლება რამდენად საჭირო რომ ვამბობდე მაგრამ შემდეგ იქნება მათი გახსენება ვიზუალურად უკვე ფონოგრამით წარდგებიან და ვიდეო კოლაჟიც იქნება და ცოცხლად ნამდვილად
ნახავთ არის ჩანაწერები იშვიათია სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან მორიდებულები იყვნენ და ისეთი აი თავდაბლები იყვნენ საოცრად. თუმცა საბედნიეროდ არსებობს ხომ ჩანაწერები. არის. მცირე რაოდენობით, მაგრამ არის. მადლობა მინდა გადაუხადო აი ყველა მონაწილეს. იმიტომ რომ ფაქტიურად აი მე ვერ ვიტყვი რომ მე ვარ ორგანიზატორი. ნუცა აი ყველანი ერთ ორგანიზატორები ვართ, იმიტომ რომ ერთი ჩართულობა იყო და განსაკუთრებით რასაკურველია რექტორს მადლობა რომ აი ეს გვერდში დაგვიდგა და გოგოები რომ ჩამოვიდნენ აი იოლი არ არის ხა მოგეხსენება თან ისეთი გრაფიკი აქვთ მათ რომ კონცერტები აქვთ ხშირი და ესე რომ გამონახო დრო და ჩამოხვიდე არ არის ესე იოლი და საკმაოდ რთული ნაწარმოებებით წარდნენ და ხვალაც წარდგებიან და აი ყველას დიდი მადლობა და დიდი მადლობა ნანდეიდას და გოგიბიძიას რომ არსებობდნენ რომ აი ესე აი ცხოვრება რო გვახსენდება რაღაცა სულ ბედნიერების შეგრძნება მოდის და ნაიდან მრავალი მოსწავლე ყავთ აღზრდილი ყავთ ნანას და ბატონ გიორგის შესაბამისად უნდა ვიმედოვნოთ ის რომ ეს ფესტივალი გაგრძელდება აუცილებლად და ვიხილავთ დანარჩენ მოსწავლეებსაც სცენაზე და მათ მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს. ამ ხრივ როგორია გეგმები ამის შესახებაც თუ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ. იცით რა ვიცი საერთო თუ მოგცემს საშუალებას მე ვიტყვი უბრალოდ ეს აუცილებლად გასაჟღერებელია რომ ქალბატონი ნანა იყო ძალიან მნიშვნელოვანი როგორც შემსრულებელიც და მან საბედნიეროდ არსებობს ჩანაწერები ის მუშაობდა არა მხოლოდ კლავირებზე, ის პარტიტურებზეც მუშაობდა და ის ქმნიდა ისეთ საკლავირო ვერსიებს, რომელიც იყო უნიკალური. ეს იქნებოდა სტრავინსკის ვალეტები თუ სხვადასხვა უკიდეგანო განათლების მუსიკოსი და მისი დამოკიდებულებაც იყო ესეთი საგანმანათლებლო. ჩემი აზრით უნდა გაიზარდოს ამ ფესტივალის მასშტაბი და აი ეს მთელი მემკვიდრეობა, რაც მან დატოვა, არსებობს ხოგევნებით ის უნიკალური მისი დაკრულის ჩანაწერები, რაც მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაცნობა. შემდეგ მისი პედაგოგიკის საფუძვლების, მახსოვს რომ თავის მცირე გამოკვლევებს წერდა. აი ეს ყველაფერი გამოსამზაურებელია, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვაქვს ამბიცია იმაზე, რომ ჩვენ საუბრობთ ქალბატონი ნანას სკოლაზე, ამას ცოტა თეორიული დასაბუთებაც დასჭირდება იმისთვის, რომ სწორად გადავცეთ მომავალ თაობას და არ შესწყდეს მხოლოდ ეს მის მოწაფეებზე. აი ეს ეტაპი გასავლელია და აუცილებლად გასაკეთე. ჯერ ძალიან მწვავე იყო, ჯერ ძალიან მტკივნეული იყო ეს პერიოდი და ეხლა უნდა დავიწყოთ უკვე აი ამ ყველაფერზე მუშაობა და მაიასთან ერთად, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მონაწილე ჩაერთვება, იქნება უფრო წარმომადგენლობითი და უფრო მასშტაბური. კიდევ ერთხელ ჩვენი შეხვედრის ბოლოს რომ შევახსენოთ მაყურებელს, როდის და რომელ საათზე იმართება ღვაწლმოსილი პროფესორების ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ხვალ 12 მარტს საღამოს 7 საათზე ეს იქნება დასკვნითი საღამო, ვფიქრობთ ძალიან საინტერესო და ასევე გავაჟღერებ ქალბატონი ნანას დაბადების დღის თარიღს. 14 მარტს მისი დაბადების დღე იყო და დაახლოებით დავუკავშირეთ აი ამ დღეს. არ დაგვაუწყდეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მოხდება ეს. 95 წლის ხდებოდა, სხვა გახდებოდა უფრო სწორად. საიუბილეო წელი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის დაგემშვიდობებით. ფესტივალის დამფუძნებელი მე ვიოლინე მაია ჯანჯღავა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვიცე-რექტორი ნუცა კასრაძე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. დღევანდელი გადაცემა დასრულდა. გეგიდემს წერზე სოფიო გუჭავა თქვენთვის ვიყავით ამ დროის განმავლობაში და მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ თქვენთვის ვირფასი დრო ჩვენ დაგვეთქვით. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ხვამდე გემშვიდობებით.